დავინახოთ გარემოს ეროვნული სააგენტოდან შემოგვიერთება თამარ კობახიძე და პირდაპირ ეთერში გავიგებთ როგორი ამინდი გვექნება საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში თამარ დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბოლო დღეები საქართველოში საკმაოდ ცივი და სუსხიანი ჰქონდა, თითქმის მთელს ქვეყნის მასშტაბით იყო თოვლი გამოჩნდა დედაქალაქშიც, დაფიქსირდა მინუსით, საინტერესოა როგორი კვირა იქნება შემდეგი, როგორი ამინდი გველის, ზამთრის ბოლო დღეებია და საინტერესოა ესეთი ამინდები თუ შენარჩუნდება, ჩვენ შეკითხვებს თამარ პაპაშვილი სინოპტიკოსი უპასუხებს, მოგესალმებით ქალბატონ თამარ, თითქოს სრულდება ზამთარი, მაგრამ ახლა ხომ არ დადგა, იმიტომ რომ ესეთი ამინდებია გარეთ. დიახ, ზამთრის ბოლოს ქონდა ესეთი ძლიერი შემოჭრა, ანუ აქტივი არქტიკული ჰაერის მასები შემოიჭრა პირდაპირ საქართველოში, რამაც გამოიწვია ტემპერატურის მკვეთრი დაწევა, ძლიერი ნალექი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, მოგეხსენებათ სანაპირო კურორტებზე, მათ შორის ბათუმში, ქობულეთში, ასევე გურიაში, მთიან რაიონებში ყველგან ძლიერი თოვა, თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია, 9 მეტრზე მეტია სანაპირო კურორტებზე, მეტი უფრო კიდევ მაღალ მთიან ზონაში და ასეთი თოვლიანი და ცივი დღეები მიმდინარე კვირაშიც დაახლოებით 28 თებერვლამდე, ანუ 27-ში უკვე დღის მეორე ნახევრიდან, დღის პირველ ნახევრიდანაც ცოტა შესუსტდება და შემდგომში უკვე 2 მარტის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, თოვლიანი დღეები გრძელდება, ხო? საქართველოში დავიწყოთ ზღვისპირეთით, შემდეგ რა იქნება დედაქალაქში. დედაქალაქში თუ გაგრძელდება თოვლი, იმიტომ რომ ეს ამინდი ბავშვებზე ძალიან დადებითად მოქმედებდა. დიახ, ბავშვებს უხაროდათ, აი ჩემ ეზოშიც გუშინ გუნდაობდნენ. დიახ, თბილისშიც თოვს ველოდებით კვლავ, ანუ 27 თებერვლამდე დრო გამოშვებით, აი მთელი დღე თოვა არა, დრო გამოშვებით ველოდებით ქარის გაძლიერებასაც, თქვათ გარეუბნებში 27-ში, 28-ში, აი ქალაქის ცენტრალურ უბნებში შესაძლოა გაძლიერდეს ქარი, რაც შეეხება კვლავ და კვლავ ბათუმს, დასავლეთ საქართველოს, აქაც უმეტეს რაიონში ველოდებით თოვს. დიახ. რა იქნება გზებზე? ვიცით რომ კონკრეტულად გვაქვს ისეთი წერტილები, რა დროსაც ყურადღებით უნდა ვიყოთ, მაგალითად გომბორი, ასევე საინტერესოა ნაქარალოს უღელტეხილი, ანუ რა უნდა გაითვალისწინო მძღოლებმა? მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ლიბყინული გზებზე შემოყინულობა, ასევე მთიან რეგიონებში ქარბუქი, ასევე ხილვადობის გაუარესება, ანუ საკმაოდ მკაცრი პირობები შეიქმნება ბუნებრივი და მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. გარდა ამისა დავამატებ ასევე რომ თოვლიანი დღეების დასრულების შემდეგ მას მერე რაც მოიწმინდება ის უკვე 28-29-ში 30-შიც კი დასავლეთ საქართველოს როგორც დაბლობში ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც კვლავ უნდა ველოდოთ ჰაერის ტემპერატურის დაკლებას, ანუ ღამის საათებში ყინვებს, რაც რა თქმა უნდა შექმნის საკმაოდ სახიფათო მდგომარეობას გზებზე. მინუსი თუ დაფიქსირდება დღის საათებში საინტერესოა. ისედაც ქონდა უარყოფითი ტემპერატურა, მაგალითად სიღნაღში გუშინ და ეს დღეები კახეთში -1, -2 გრადუსი ფიქსირდება, უარყოფით, ანუ მინუსი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა. შემდეგ კვირაში ესეთი დღის ესეთი დაბალი ტემპერატურები აღარ იქნება, 0+5, აი 1-6 და კვირის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში 10 გრადუსამდეც მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში 1-6 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. ქალბატონ თამარ, ზამთარი სრულდება, სულ რამდენიმე დღე რჩება და ალბათ შეგვიძლია უკვე შევაჯამოთ, ხო? როგორი ზამთარი ქონდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცივი თუ ნაკლებად. ხო, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ისევე როგორც ყოველთვის გააჩნია რეგიონს, ანუ მთლიანად რომ ავიღოთ, მთლიანად მთელი საქართველოსთვის მაინც ზამთარი საკმაოდ თბილი ქონდა, ანუ მხოლოდ ეს ბოლო უკანასკნელი 2 კვირა არის ესეთი ექსტრემალური სიცივეები, მაგრამ შემდგომში, რა თქმა უნდა, შევაჯამებთ ამას და უკვე ეს რთულა მთლიან ანალიზს დავდებთ უკვე ცოტა მოგვიანებით. ერთი შეხედვით როგორც ჩანს არ იყო ცივი ზამთარი თუ ბოლო დღეებს არ ჩავთვლით, ბოლო კვირას არ ჩავთვლით, ბოლო ერთ კვირას და ეხა ამ კვირას და ეს სიცივეები როგორც გითხარით უკვე შენარჩუნდება დაახლოებით 10 მარტამდე მაინც ვფიქრობთ საკმაოდ დაბალ ტემპერატურებს, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება. დიახ, მარტი ახსენეთ და შაბათ-კვირას არის უკვე პირველი 2 მარტი. ვიცით მარტის ხასიათი, შეიძლება ერთ დღეს იყოს მზე, მეორე დღეს იყოს თოვლი, მესამე დღეს წვიმა. როგორი ამინდი გვექნება მარტის დასაწყისში და აქ საინტერესოა გზებზე თუ იგივე მდგომარეობა შენარჩუნდება. გზებზე მდგომარეობა რთული შენარჩუნდება საკმაოდ დიდ ხანს, ანუ ესეთი მარტი
პერსპექტივი არ არის, თუმცა აი უკვე 3 მარტიდან ველოდებით ნალექებს, ეს არის უკვე შემდეგი კვირა, მაგრამ უკვე უმეტესად წვიმის სახით დაბლობში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში და მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ თოვლი. და ბოლოსკენ ქაბატონ თამარ უნდა გკითხოთ ზღვისპირეთზე, განსაკუთრებით ბათუმი და ქობულეთი. სოციალურ ქსელში არაერთი მოქალაქე წერდა, რომ ჩარჩნენ, თითქმის ავტომობილები დატოვეს, ეზოდან ვერ გაყავდათ. აქ რა მდგომარეობა შენარჩუნდება და თუ არის სახიფათო ამ დღეებში ბათუმისკენ გადაადგილება და კონკრეტულად აი დასავლეთის მიმართულებით. კონკრეტულად გადაადგილება შესაძლოა იყოს სახიფათო, იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ გითხრათ, კვლავ ველოდებით, ანუ 25, 26, 27 კვლავ ველოდებით ძლიერ თოვას, დიახ და ამიტომ ჯერჯერობით აი ესეთი საფრთხის დონე მაღალი ნარჩუნდება და აი ნახოთ როგორ განვითარდება, დიახ. მათ შორის სანაპირო კურორტებზე, დიახ. დიდი მადლობა ჩვენ შეკითხვებს თამარ პაპაშვილი სინოპტიკოსი პასუხობდა, როგორც მოისმინეთ, მსგავსი ამიდები გრძელდება საქართველოში, თბილისშიც გვექნება, ხო, ქაბატონ თამარ? დიახ, თბილისშიც იქნება თოვლი, ასე რომ გაითვალისწინეთ, თუ რა თქმა უნდა აპირებთ შორს გადაადგილებას, გაითვალისწინეთ, რომ ავტომობილის საბურავებიც უნდა გქონდეთ გამართული, რომ იყოს თქვენი მგზავრობა უსაფრთხო. მე დაგემშვიდობებით, დღეს ორშაბათია და რა თქმა უნდა, ნაყოფიერი კვირის დასაწყისს გისურვებთ. დიდი მადლობა თამარ, ჩვენი ჟურნალისტი თამარ კობახიძე გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვერდებოდა და გავიგეთ გრძელვადიანი პროგნოზი ამინდის ამასობაში შესრულდა 10 საათი.